აივანზე დამსვა, მოაჯირზე და მაგდებდა. იქნები გაუხსნელი მკვლელობა, იქ ხო იცი ჩემზე უკეთესად არავის გამოსდის. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის სოლია. ასრში ჩაგდებ და დაგმარხავ, უგზოუკლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ. ქალი დღეს პირველად მოყვება, როგორც სემს პოლიციის მაღალჩინოსანი ქმარი წლებია და მოკლით ემუქრება. გაგიკეთებენ ისე წამალს, ექსპერტიზაც კი დაადასტურებს, რომ შენ ხარ შეურაცხადი და ამით მოგიშორებ. შოკის მომგვრელი ინტერვიუ. ისყვება, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი ქმარი წლებია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება, შუბზე იარაღს ადებს და ეუბნება, რომ გაისვრის. ორ სულს რომ ცემდა და ამის მოწმეები მყავს. თავში მუშტით ესე, იმიტომ რომ ეს იციან კარგად, როგორ არ უნდა დაგემჩნეს. პოლიციის მაღალჩინოსნის გვარს გაიგებთ 8 საათზე. ბავშვები ტირიან. რო დედა მოკლავს დედა. მას ეს წლები სინდისის პატიმრების საქმეების გაყალბებაში და ტიტუშკების მფარველობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა ახლა ირკვევა, რომ ეს სულ ყველაფერი არ არის, რაც უნდა გვწოდნოდა. იარაღის დამიზნებით ახლო. ამ ერთი ამბით პოლიციის მაღალჩინოსნის დამალულ სამშენებლო ბიზნესს ფარდა ეხადა. დამბარა რონი მესხმაო და ელინას ამოგაწიწკ. ვინ სიგუასია. მეორეჯერ ეგეთ რამე აღარ თქვაო. პოლიციელი ქმრის ძალადობაზე და მკვლელობის მუხარაზე ცოლი იძახებდა პატრულს და რეკავდა გენერალურ ინსპექციაში, მაგრამ რეაგირება იყო ნული. ოჯახური კონფლიქტი აქვს. ოჯახური რანაირად არის მკვლელობის მცდელობა? მოდიხარ. ანუ საქმის სკოლაში და მე კი 8 საათზე ნახეთ პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა საჯაროდ საუბარი მისი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. რას მალავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სცემს და პირდაპირ დარბაზში ჯგუფური თავდასხმის თანამონაწილე ხდება. კითხვები გვაქვს თქვენს ჩეხურ ბიზნესთან დაკავშირებით და მაინტერესებს დეკლარაციაში რატომ არ გიწერიათ? აღმოჩენილია ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის ბოსის დამალული ბიზნესი ჩეხეთში. აკრიტიკებთ ერთის მხრივ დასავლეთს და მეორეს მხრივ იქ ბიზნესს აკეთებ? ჩვენ გვაქვს დოკუმენტები პრაღიდან, სადაც წერია, რომ დეპუტატობის პარალელურად ირაკლი კირცხალია მამის უძრავი ქონების ჩეხურ კომპანიას დირექტორობდა. ძალიან დიდი ხანია გაუქმებული და არაფერს არ აკეთებს. როგორ არის გაუქმებული? აქ წერია რომ მოქმედია. რატომ დამალის რეალობა დეკლარაციებში? ხომდის კარგად კომპანიის დირექტორობა ახლა ირაკლი კირცხალიამ სხვას დაუთმო, თუმცა ვისაც პრაღაში უძრავი ქონების ბიზნესი ჩააბარეს, ამბობს, რომ პირველად ჩვენგან გაიგო. არც ეს არ იცით რისი დირექტორი ხართ ბატონო? არ იცით? დაგედებ და 54 კომპანია საქართველოში და საზღვარგარეთ. ბიზნესის დიდი ნაწილი კირცხალიას დეპუტატობის შემდეგ 2 კოლოფი სიგარეტის ფასად გაყიდეს. რატო არ იგებთ საჩუქრად ამ ბიზნეს კომპანიებს? თქვენი საქმეა, მე ვისაც ვაჩვენებ. შენს გაჩუქებ. ჩვენ დავსვით კითხვა, გადამალეს თუ არა კომპანიები ფიქტიური პირის სახელზე, რომ ოცნების მოქმედი ლიდერის სახელი ბიზნესს არ დაკავშირებოდა. არც კითხავთ კირცხალია მისე დაგნიშნათ? არავის არაფერი არ უკითხავთ. კირცხალიას ოჯახი და მე ამას მფლობელი მილიონერი სულიკო ვარცემაშვილი, რა ბიზნესი აქვთ ერთად ჩეხეთში და რატომ ალავენ პრაღაში რეგისტრირებულ კომპანიას. გიყვებით 8 საათზე. რამდენი ბავშვი ყავთ ახლა აქ? 3 კერძო სახლებში მოწყობილი ახალშობილი ბავშვების განთავსების ცენტრები ჩინეთის მოქალაქეებისთვის. I'm Chinese people. I come to here. I'm not working here. Why do you come here? Solengate. როგორ იქცა საქართველოს ჩინეთის მარტოხელა მოქალაქეებისთვის სუროგაციის სასურველ ადგილად? როგორ გაყავთ მამებს? შეუძლიათ რომ დედის გარეშე გაიყვანონ? იმისთვის რომ ჩინელებმა საქართველოდან ახალშობილი ბავშვები გაიყვანონ, საბუთებში უნდა იყოს მითითებული ორივე მშობელი. Maybe have 15 babies in this place. დღეს გიყვებით როგორ უვლიან გვერდს კანონს და ვისაფორმებენ ბავშვების მშობლებად. ბებიები და ბაბუები ჩამოიდგიან და მეყავდნენ. ხალმამიდე და მამების. ხო. მას შემდეგ რაც ჩვენ კერძო სახლებში ჩულ ბავშვთა განთავსების ცენტრები გადავიღეთ, ისინი სასწრაფოდ დახურეს და მისამართები შეუცვალეს. გამიგიჩიეთ, აქედან დამტოვეთ, შეიძლება. საიდან გაგიქციეთ ხოლმე? სახლიდან, ჩემ სახლიდან. აღარ არია თქვენთან? აღარ არის. თუ უკანონობა არ ხდება, მაშინ რატომ არის ყველაფერი დამალული და კითხვები რატომ რჩება უპასუხოთ? გიყვებით 8 საათზე.
It's your home? Yes. Ah, there are babies. დინარაძე, გვაკმარეთ, კობახიძე, პაპუაშვილობი. გადავსებული ციხეები, რა ორი ადამიანი ერთდროულად ვერც ვერაულის თუ არ შემოტრიალდი. გლდანი, ქსანი, ქუთაისი, პატიმრები იმაზე მეტია, ვიდრე თავად დაადგინეს. რაში ჭირდებათ ამდენი პატიმრები? სად მივყავართ ქართული ოცნების ხალხის ტოტალურად ციხეში გაშვების პოლიტიკას. ოჯახები პატიმართა შეწყალებას თვეები აუშედეგოდელოდებიან. შეიწყალონ, შევიბრალონ, უბედურები ვართ ძალიან. განცხადებებს წერენ ორბელიანის სასახლიდან კი პასუხიც არ მოდის. შეწყალება როდის იქნება თქვენ ცით რომ პრეზიდენტია დამოკიდებული. რატომ გააჩერა მიხეილ ყაველაშვილმა პატიმრების ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვების პროცესი? ვინ შეიწყალა ყაველაშვილმა? 12000 პატიმრიდან 1-2 პატიმარი? იზრდება პატიმართა რაოდენობა, იზრდება პრობაციონერების რიცხვი. იქცა თუ არა ციხით ხალხის დაშინება. ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად. ძალიან გვიმძიმს და მარტო მე არ ვარ ამ დღეში. ექიმები, ბადრაგები, რეჟიმის ინსპექტორები, როგორ უნდა აუვიდეს სისტემა ამდენ პატიმარს.